მოგესალმებით. წარმოგიდგენთ ვიდეოს Tinkercad-ში მუშაობის ტუტორიალ ვიდეოს, ასე ვთქვათ, თუ როგორ უნდა ავაწყოთ 3D მოდელები Tinkercad-ში. ადრე Arduino-ზე სამუშაოდ Tinkercad-ის საიტზე ერთი ვიდეო მაქვს ჩაწერილი. ეხლა რადგან ჩვენ 3D პრინტერზე აქტიურად ვმუშაობთ და რამდენჯერმე მე კლუბის შეხვედრაზე კი მაქვს ახსნილი, როგორ უნდა გავაკეთოთ 3D მოდელები Tinkercad-ში და სულ რამდენიმე წუთი მჭირდება ხოლმე, რომ მოსწავლეებს ვაჩვენო და მე თავისით აკეთებენ. მაგრამ ახალი წევრებიც გვყავს ჩვენს კლუბში, ზოგიერთები უბრალოდ არ დადიოდნენ ან რაღაცა და ამიტომ მათთვისაც წერან ვიდეოს. ასევე ნებისმიერ დაინტერესებული ადამიანისთვის, ვისაც უნდა რომ 3D მოდელები შექმნას. სხვათა შორის, თუ ხართ ბათუმში ჩამოსვლის შესაძლებლობით და ფერიაში თუ მოხვალთ მოკლედ ჩვენ სკოლაში და რაიმე კარგი მოდელი თუ გექნებათ აწყობილი Tinkercad-ში, წინასწარ გამომიგზავნეთ ეს მოდელი, შეიძლება დაგიბეჭდოთ. აქ შეგიძლიათ რომ ვიდეოს კომენტარებში დაწეროთ და დაგახვედრებთ ჩვენ სკოლაში, ასევე დაგათვალიერებინებთ ჩვენ STEM კლუბის ოთახს. რა ვიცი, ყოველთვის ვაწყობთ ხოლმე გამოფენებს, ორ კვირაში ერთხელ მაინც გვაქვს პარასკევ-დღეს გამოფენა და შეგიძლიათ გვესტუმროთ. ახლა კი რაც შეეხება ამ 3D მოდელებს, აი ესე შევდივართ Create-ში, მერე პლუს ვაწვევით და 3D მოდელს ვირჩევთ. ეხლა როგორ ვაკეთებთ უშუალოდ მოდელებს? აქ არის Tinkercad-ს აქვს საკმაოდ ბევრი ჩამონათვალი ისედაც ნიმუშები, აი მაგალითად საბაზისო ფორმები, ასოები და რიცხვები. ამათი გადმოტანა შეიძლება ჩვეულებრივ დაფაზიდოთ, შეგიძლიათ თქვენი სახელიც აწყოთ. აი სახელის ასაწყობად აქვს კიდევ ესეთი გრაფა ტექსტ თუ ჩაწერთ. აი ამ ტექსტს გადმოიტანთ და შეგიძლიათ დაწეროთ. ეხლა მე დავწერ ჩემს YouTube არხის სახელს და ასევე მეორე ტექსტურ ფაილსაც გადმოვიტან. Subscribe. კი ბატონო, აი ესეთი რაღაცის დაბეჭდვა შეიძლება, სხვათა შორის YouTube არხის სახელი რო დამებეჭდა, მაგაზე არ მიფიქრე, აქამდე ხა დამიჭდა ჭკუაში, მაგრამ მაინც გამოკრული მაქვს QR კოდი და ჯობია სხვა რაიმე საჭირო დაუბეჭდოთ ჩვენი კლასისთვის, ხო? აი აქ არის ცოტა განსხვავებული ვარიანტები, მაგალითად, თუ კი გინდათ რომ რაღაცა მრგვალი ფორმის გარშემო დაბეჭდოთ, ხომ? შეგიძლიათ ესეთი რაღაცა გააკეთოთ, ესეთი ტექსტი. ანუ შეიძლება რომ რაღაცა ჭიქაც დაბეჭდოთ და უშუალოდ უბრალოდ ხა იმას ცხელ წყალზე ვერ გამოიყენებთ, მაინც არ არის რეკომენდირებული ეკოლოგიურად სუფთა არ იქნება, თორე ცივი წყლისთვის შეიძლება რომ ესეთი ჭიქაც დაუბეჭდოთ და რა თქმა უნდა ეს მერე ზომაში გაიზრდება, რომ დაფასთან შედარებით არ არის დიდი და ცოტა ხანში გეტყვი. აი ცოტათი გავამაღლოთ, რომ გავდეს ეს ნამდვილ ჭიქას, სხვა რაკურსითაც შევხედავთ და ცოტათი გავალამაზებთ, წრის ფორმას მივცემთ აი ასე. და აი ამ ჭიქაზე შეგვიძლია რომ ეს წერწერა გავაკეთოთ, რაც გითქვა და ისე საინტერესო იქნება. მოდი აი STEM Labs დავაძერ. ხო, რა ვშევსკნით. STEM აქ არ უნდა ჩამეწერა, აქ ჩავწერ ისევ ტექსტს და მიდი შენ. აი ამას გადმოვიტან და სხვათა შორის ასეთი რაღაცების გადმოტანის დროს შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ აი ეს მაგნიტიც და ეს მასწავლებლის სხვათა შორის აი აქ მე სიმართლე რომ ვთქვა, ბევრი არ მიმუშავია ამ პროგრამაში. იმდენად არ არის ხოლმე ჩემთვის საჭიროება, მოსწავლეები აკეთებენ ბევრ რაღაცას და როცა რაღაც დაბეჭდა მინდა, ყოველთვის მათ ვეუბნები ხოლმე. მოდი გავაკეთოთ და ისინიც ისეთი სემონებით აკეთებენ და ისე კარგად გამოსდით, რომ რა ვიცი, აი ძალიან თუ მეჩქარება და მართლა არავინ არ არის და რაღაც ესეთი სიტუაცია გვაქვს, მაშინ შეიძლება რომ დავბეჭდოთ ეცდეთ
აი ეს. აქეთ ამ მხრიდანაც ესე გავაკეთოთ. ხო. ანუ რა თქმა უნდა ამას გავასწორებთ. ეხლა ნახეთ წარწერა სხვაგან არის, ეს სხვაგან არის, ეს ყველაფერი. შეიძლება თვითონ ის ჭიქაც მოვარგოთ. მოკეთ აი ეს ბევრნაირად შეიძლება ამისი გაკეთება და გასწორება, მოთმინება რა თქმა უნდა მასაც უნდა ისევე როგორც ხა ყავს მოსწავლეები, რომლებიც Autodesk Fusion 360-ში აკეთებენ, ან სხვა, პრინციპში მარტო მაგ პროგრამაში აკეთებენ და ეს პროფესიონალურად იციან, მაგრამ ცოტანი არიან ძალიან. ძირთად ერთი აკეთებს ხოლმე, სხვები სწავლობენ ჯერ კიდე ტექნოპარკში და ისინიც რა თქმა უნდა გააკეთებენ ნელა პროფესიონალურად, მაგრამ აი ამ Tinkercad-ში შეიძლება საკმაოდ პროფესიონალური მოდელების გაკეთება. ეხლა ჩვენ რომ ობსერვატორი დავბეჭდეთ, მე გაჩვენებთ როგორი არის ეს ობსერვატორი, ძალიან კარგი გამოვიდა. გამოვიყენეთ სწორედ Tinkercad-ი, მე თვითონ გამოვიყენე და მშვენიერი გამოვიდა, მინდა გითხრათ. აი ეს შიდა მხარეს ხედავთ ხო რომ არის ცოტათი. აი ამათი გასწორება ყველაფერი შეიძლება რომ გაკეთდეს. ამას ოდნავ გამოვიტან ახლა აქეთ. აი всё. და შეიძლება წარწერა ცოტა დაშორდა, ხო. აი ამიტომ ახლა მე ავირჩევ ჭიქას. და ჭიქას ცოტათი გადმოვიტან აი ასე. და რა თქმა უნდა ეს იდეალურად მრგვალი შეიძლება არ იყოს. მაგრამ ესე ნელ-ნელა გასწორებებით და დამაგნიტებით წამით აი მაგნიტის მეშვეობით შეიძლება რომ ეს ასე გავაკეთოთ და აი მივიღეთ შენი წარწერა და ტექსტის მაგივრად ხო რაც თავარია უნდა დაწეროთ STEM-ი დავწეროთ. ნახოთ როგორ შეიძლება ჩვენი წარწერა, აი გაკეთდა STEM-ი. შეიტანა ცოტა შიგნით, იმიტომ რომ მე მოვნიშნე. დაჯობდა დატოვებული იყო ძველებურად ეს გავაკეთე. აი ესეთი STEM ჭიქა. ამას ახლა როგორც კი მოვრჩებით ჩვენს მას რა ქვია რომაულის ქალაქის კონკურსში ვაკისისთვის ვემზადებით ძალიან აქტიურად და ბევრ რაღაცას ვბეჭდავთ ამისათვის. როგორც დავასრულებთ პროცესებს მაშინვე ვეცდები რომ მალევე დავბეჭდო და სიწყალს მაგალითად დალევ ამით უსაფრთხო არის და სასწაულად იქნება ეს დახრის კუთხე მე არ მოწოს რომ აქვს. აბა ნახოთ როგორ შეიძლება ახლა. დაპატარავ და სხვა შორის ეს ძალიან მირჩევნია დაპატარავებული. მოკლედ ახლა თქვენ გასწავლით თვითონ ამ ვიდეოში და ამასობაში მეც რაღაცები აღმოვაჩინე. კარგით, მოკლედ იყოს ესე ძველებურად. შეგვიძლია შევცვალოთ სისქე. გაიზრდება სავარაუდოდ. დახრილობა ზოგადად ფერებს არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ ბეჭდვის იმაში რო გადაგვაქვს ყველაფერს მოკლედ რა ფერის მასალასაც ჩადებ, იმ ფრად დაიბეჭდება, უბრალოდ ეს განსხვავებული ფერები თვალისთვის აღსაქმელად არის კარგი, რომ ვხედავთ ჩვენს ხედავთ მოკლედ აი ამ დეტალებს უფრო კარგად ერთმანეთისგან გამოკვეთილად. კარგით, ეს მე მინდა რომ შევინახო, მე ცოტა მოსწავლეებთან ერთად კიდე კარგად გავასწორებ და ეხლა ხელახლა გავხსნი, რომ სხვა ფიგურებიც გაჩვენოთ. აი, ობსერვატორიასაც მე გაჩვენებთ და ერთ-ერთ შენობას გაჩვენებთ, კურსი ქვია, სადაც ჩვენი მოსწავლეები სკოლის შემდეგ არიან და განათლებას იღებენ და საცხოვრებელიც არის. აი იმ კურსის შენობა გააკეთა ერთ-ერთმა მოსწავლემ და ძალიან კარგი გამოუვიდა და გაჩვენებთ. აი ხა ნახეთ საბაზისო ფორმებში არის ასეთი საინტერესო რაღაცები. აი მაგალითად ჩემს შულს უნდა და ბეჭდის დაბეჭდვა და ძალიან ისე კარგად გამოგვივიდა აქედან ამ საბაზისო ფორმიდან.
თუმცა ეს უბრალოდ ბეჭდად და სამკაულად რომ არ გამოიყენოთ, ისედაც შეიძლება რაიმე დეტალებზე დაგჭირდეთ და ერთმანეთს მივაბად. საბაზისო ფორმებისა და ასო რიცხვების გარდა არსებობს კიდევ ასეთი ჩანართი დიზაინის დამწყებისთვის, ხო? დამწყებებისთვის მოკლედ რაღაცა ფორმები და აქ ძალიან საინტერესო რაღაცები არის. ჩვენ მე სახელმწიფო ვაპირებთ, რომ ჩვენი ქალაქის მოდელი მოვრთოთ და ნაცვისხები გავაკეთოთ და იქ ასეთი საჩუქრის ვარიანტებით შეგვიძლია დავბეჭდოთ. მე ამ ფერებს ვსვლით ხოლმე გარედან უკვე რო გადადის სხვა ფერის მასალა გადაგვაქვს და ძალიან ლამაზი გამოდის. ბევრი რაღაცა არის ისეთი, რასაც პირდაპირ აიღებთ და გამოიყენებთ აქედან და არ დაგჭირდებათ რაიმე სხვა პროგრამაში რთული მონახაზების გაკეთება. არის აქ კიდევ რა? აი ასეთი საინტერესო ფორმები. მოკლედ ამათი დათვალიერება შეგიძლიათ თქვენითაც, მაგრამ კიდევ უფრო საინტერესო რაც არის ესე ზოგადად რო თვალი გადავალოთ, პატარა ადამიანების მოდელები არის აქვე ხო მანქანის ნაწილები, რომ ეხლა შეიძლება რაკეტა დაიბეჭდოს, შეიძლება დაიბეჭდოს მანქანის საბურავები, შიდა ნაწილები, რა ვიცი, ჭანჭიკები, ესენი ხო ცხოვრებაში შეიძლება რომ გამოგადგეთ კომპიუტერული ნაწილების ასაწყობად, ან რაღაცა უცბად რო გაგიტყდეთ რამე და დაბეჭდოთ, ძალიან კარგი მასალა არის 3D პრინტერზე დაბეჭდილი და რა ვიცი, გამძლე არის რა რეალურად გააჩნია ხელა იმას ვერ გაუძლებს. გააჩნიერისთვის იყენებთ მოკლედ სტრუქტურებსა და სცენარებს რაც შეეხებათ, ხო, აი ასეთი ნაძვის ხეები, რომლებიც ჩვენ დავბეჭდეთ ერთი ნაძვის ხე აქედან და ვამზადებთ კიდე დასაბეჭდად სხვა ფაილებს. ოღონდ ჩვენ რას ვაკეთებთ ხოლმე, რომ აი ესე სიმაღლეზე რომ არის მე ურევს არამე უნდა დავუდოთ ხოლმე რომ დაბეჭდოს და ამიტომ ჩვენ ავიღეთ და აი ეს ნაძვის ხე, აი ასე დავბეჭდეთ. აი ასე, აი ესე. დააკვირდით, ანუ დაიწყო დაბეჭდვა მხოლოდ აი ამ ლურჯი ხაზის ზევით რაც არის იმის. მე შეგიძლიათ გავუკეთოთ ძირი ამ ნაძვს და ესე კარგად ბეჭდავს, არ ირევა ფერები. სხვანაირად რომ ბეჭდავთ, ცოტა უფრო სირთულე აქვს, პრინტერს გააჩნია, სითხეზე მომუშავე პრინტერი ამ ხრივ პრობლემური არ არის. აი ასეთ სახლი გვაქვს უბრალოდ დაბეჭდილი. უსახურავო სახლი. და ესე ძალიან კარგი არის ხოთაშორის. პატარა დავბეჭდეთ და ლამაზი გამოვიდა. მაგიდები, რა ვიცი, ავიც სხვადასხვა. ეხლა ნახეთ, ჰარდვეარიც არის. არის კიდე ის ელექტრონიკა. ძალიან ბევრი ფორმა არის, რომელსაც ესე პირდაპირ გამოიყენებთ. ელექტრონიკაც მნიშვნელოვანია, რომ აი რაღაცის თვის შეიძლება დაგჭირდეს ქალაქის ზის პანელის ის არის ფორმა მაგალითად და შეიძლება მე ზემოდანაც გავუკეთო ნამდვილი პანელი. ეს მე მგონი რაღაცა არტუინოსავით არის ხომ? აი, ან პროცესორიც, ან სხვა ფორმები, რასაც უბრალოდ აჩვენებ მოსწავლეს, რომ აი ეს არის, თუმცა ჩვენ ეს ყველაფერი გვაქვს კლასში, ულტრასონიკიც ყოფილა, მოკლედ ბევრი კომპონენტი არის. ეხლა რაც შეეხება არის გართობა, თამაშები, აი ჰელოუინის თემატიკაც ყოფილა, ჩვენ გვინდოდა წელს ჰელოუინი, მე მინდოდა რომ გავუკეთებია, მაგრამ მომავალი საქართველოს პროექტით იმდენად ვართ დაკავებულები, რომ ასე სამაიმუნო დრო აღარ გქონდა. მომავალი ჰელოუინისთვის მოვემზადებით, მანამდე საახალწლოდ მოვემზადებით. მე ყოველდღიური ფიგურები და ეწეღან რო ჭიქაგან მოვიტანე ისეთები. ყურსასვენებიც ყოფილა, ლეპტოპი. მოკლედ ბევრი საინტერესო და შეიძლება დრო და დრო დაემატოს კიდეც, რა ვიცი, არა ბევრი ესენი კარგი ხანია რაც არის. აი ქალაქის მოდელისთვის გარე სკამები რაღაცები შეიძლება. სიმულაციის ლაბორატორიაში ფაილები ბოთი შეხა იმას რომ დავაჭირე, მეტი არ მოგვიქნებს რაღაც. მანქანებიც შეიძლება პირდაპირ ესეთი მანქანაც, თუმცა ნაკლებად პრაქტიკული არის რომ აქედან მანქანა დავბეჭდოთ.
ეს მანქანა მგონია და რაღაცა სხვა გადმოდის. ნახოთ აბა რა გადმოვა. ანუ შიდა ხო, ეს არის მანქანა არის უბრალოდ არის ესეთი საბურავებით და ცოტა მეტი ეს აქვს. ამის გადაკეთება შეიძლება ზოგადად. გარდა იმისა, რომ ზუმაში ცვლი, ხო, აი ეს ნაწილები შეგვიძლია გავხსნათ, მოვაშოროთ, ესე ან სათითაოდ დავბეჭდოთ და თან სხვა ფერი გვექნება. მე გაჩვენებთ თვითონ პროგრამაშიც როგორ ვაკეთებთ ბეჭდვას. თუმცა თუ თქვენ ახლა 3D პრინტერი ესეთი ხშირი ფუფუნება არ არის. თუ არ გაქვთ, ალბათ ეს ვიდეო უფრო დაგაინტერესებთ, რომ ფაილი გამოგვიგზავნოთ და ჩვენ დაგიბეჭდავთ და თუ გაქვთ 3D პრინტერი, სავარაუდოდ უკვე ნანახიც ექნებოდათ ეს კონკრეტული პრინტერის შესაბამისი სლაისერი პროგრამა, რომელთაც ამ ფაილებს მე კიდევ ერთხელ ამუშავებთ. იქიდან Tinkercad-დან ჩვენ ვაექსპორტებთ ხოლმე მე და დავშთა მანქანის დაბეჭდა მოგვინდა object ფაილად გადმოგვაქვს და მე სპეციალურ სლაისერში ვინახავთ ხოლმე და ვაფორმატებთ, გადაგვაქვს ფლეშკაზე და ვბეჭდავთ. მაინც იმით ბარათით გვირჩევნია რომ ვიმუშაოთ, იმიტომ რომ უფრო ეს არის ტექნიკურად, რა ვიცი, მაგა ჩვენთვის ადვილია. ასე გაკეთებ. არსებობს აქვე shape generator-ი ჩანართიც გაკეთებული, სადაც ასევე არის სხვადასხვა ფორმები და კიდევ აქვს ძალიან საინტერესო ფუნქცია, გარდა იმისა, რომ ვინახავთ. ხო, ეს რომ მივახლოვდეს იმას ზედაპირს, ზოგჯერ არის რომ ცოტათი წამოვწევთ სევიცისა და მე ამას ასწორებს და არის ხოლმე კიდე ძალიან საინტერესო რაღაცები, რომ შენითაც შეგიძლია რომ დახატო. აი ხა დამოვიწყდა, საიდან ვხატავთ. ხო, აქედან შეგვიძლია ვიღაცას გავუზიაროთ ეს ფაილი და მანაც ნახოს. და კიდევ რა საინტერესო ფუნქციები გვაქვს, აქ ფორმები არის. აი ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება შეიძლება ჩემმა მოსწავლეებმა ნახეს, როდესაც ამბანზე მუშაობდნენ ფუნქცია, რომლის მეშვეობითაც შეგიძლია რომ თავად დახატო. ხო, ეს შეგიძლიათ რომ სახაზავით ნახოთ, გაზომოთ დეტალურად და სადაც გნებავთ იქ დაიდოთ ეს სახაზავი. ასევე შეგიძლიათ რომ ზოგიერთი ფორმა გადმოიტანოთ, იმპორტი გააკეთოთ. ზოგიერთი ეს ლეგო სტილის ისინი შეიძლება რომ გაკეთდეს. ესე რომ დაიბეჭდოს, ესეც ან თლიან იცვლება, რასაც აკეთებ ლეგოებად გადადის. ასევე შეიძლება სიმულაციის ლაბორატორიის ფორმატით, ასევე ასეთი აგურების ფორმატით, ან ჩვეულებრივად როგორც წეგან ხედავდით. აბა ეხლა მე თუ მივაკნებ ერთადერთი რაც მინდა რომ გაჩვენოთ და მოვიწყდა სად არის, ეს არის როგორ ვხატავთ ჩვენით. აბა მონიშნულ ფაილში თუ არის არ არის. კარგით, გადავიდეთ ჩვენთვის საყვარელში. ხო, რამდენიმე ფორმა შეიძლება რომ მონიშნოთ როგორც თქვენთვის საყვარელი ფორმა. და მაგასაც დაამუშავებთ. და ასევე შეგვიძლია რომ დავხატოთ. ეს რაღაცა ჩანაწერებს თუ გავაკეთებთ, აი აქ რაღაცა გვინდოდა, ხო? აი ვიღაცამ რომ მე ნახოს თუ სხვას უზიარებთ, მე თუ მეტეს გაზიარების შემთხვევაში ეს ძალიან კარგი არის. კარგით, აი საიდან ვხატავდით, აღარ მახსოვს. ამას წინათ მე და მოსავლემ ვეძებეთ და ვიპოვეთ, ანუ ერთხელ რომ ვიპოვე, იმის მერე კიდე დავკარგეთ და კიდე ვიპოვე და აი ახლა რატომ ვერ ვაკეთებ, არ ვიცი. აქედან ფაილებია.
აქედან ვერ ვაკეთებთ. მოკლედ, აი ასე ჩემსავით საცოდავად რომ ვიღაცა ეძებს, იმასაც კი შეუძლია იმუშაოს ამ Tinkercad-ში და აგერ გეუბნებით რომ რაღაცებს სწორედ აქედან ბეჭდავთ თქო. ასე რომ აი რამხელა შესაძლებლობები გაქვთ თქვენ წარმოიდგინეთ, როცა მე ასე ვცოდვილობ. აი აქ hole-ში არა და აი აქეთ რომ გადავიდეთ ნახოთ, აბა არც ესე არ ყოფილა. არგით ეს ჩვენი კუბიკი დავაბრუნეთ და არის რაღაცა რეჟიმივით აქედან ხომ არ იყო paste არ გვინდა. აი ეს duplicate არის რომ ეს თვითონ გაორმაგდეს, აი ასე და გადმოკოპირება ხდება მეორე ასეთივე ფორმის და რა საიდანღაც არის, როდესაც ვხატავთ. აბა ვინდა მიწერს კომენტარებში, საიდან ვხატავთ თქვენ იპოვეთ და გამაგებინეთ და სხვებსაც ვუთხრათ, ვინც ამ ვიდეოს ნახავს, იმიტომ რომ ძალიან კარგი ფუნქცია არის ეგ ხატვის ფუნქცია რეალურად, იმიტომ რომ აი გადავედით ხატვაში. აი აქ შეგვიძლია დავწეროთ მაგალითად ქართული ასოები, რომელიც არ იყო აქ და ახლა ეს ხომ გავაკეთეთ, დავაწვევით რომ შესრულდა. გადმოდის ასეთი ფორმის სახით, რა კარგია რომ ვიპოვე. მაგრამ ისე მაინც მაინტერესებს თქვენ ჩემზე მალე თუ ნახავთ, იმიტომ რომ რამდენი წუთია ვიწერ ამ ვიდეოს, არ ვიცი, ახლა გამოჩნდება რომ დავაპაუზებ, ხმას ცალკე ფაილში ვიწერ, უკვე 21 წუთიანი ვიდეო ყოფილა და ბოლო რამდენი წუთია რაც ამას ვეცებ ნახავ მერე და ალბათ თქვენს დაიტანჯეთ, მაგრამ არა უშავს, იმედია რომ გამოგადგებათ ეს ვიდეო. უბრალოდ გაჩვენებთ ფაილის დაექსპორტებას, წეღან სხვანაირად გაჩვენეთ, შეგეძლოთ რომ დაექსპორტოთ Autodesk-შიც და შეგიძლიათ პირდაპირ თქვენი 3D პრინტერიც დაამატოთ, აი ამ ჩამონათვალში თუ ნახავთ თქვენ 3D პრინტერს, შეგიძლიათ დაუკავშიროთ, ჩვენი არ არის ამ ჩამონათვალში, ამიტომ ყოველთვის ვაექსპორტებთ, მე სლაისერში გადაგვაქვს და ესეთი გამზადებული ფაილი თუ ბეჭდავთ. სხვა კითხვები რაც გექნებათ დაწერეთ კომენტარებში. ჩემი მოსწავლეების გარდა სხვაების თუ ნახავენ და გამოგადგებათ ძალიან გამიხარდება და დაწერეთ. თუ გამოგადგათ თუ დაიტანჯეთ, ეგეც დაწერეთ. მადლობა დიდი ყურადღებისთვის.